ისლამი თუ დამარცხდა, დაბრუნდეს დაღესტანში, თავის ფერმაში. თუ მოიგო კიდე აუცილებლად ავალწევით, აუცილებლად 100% რაც მოხდა იმ ძველ კატეგორიაში, სადაც ვიყავი, პირველი იყო ვოლკი, მერე მაქს ჰოლოვეი, მერე არანაირი პრობლემა არ შევქმნიათ იმაზე, რომ უკვე წონა შემეცვალა. მგონია, რომ ან იგივე ფორმულა, იგივე მოხდება ამ წონაში. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრძოლა იქნება, რაც საერთოდ UFC-ის ისტორიაში შემდგარა მესამე ტიტულზე არავის არ უბრძოლია, რომ მგონია, რომ ძალიან დიდი მაგნიტუდის ბრძოლა იქნება, რაც